მასტანტუონო საშინელი სეზონი კი არა, მასტანტუონომ თამაში არ იცის ფეხბურთისო და ქვემოთ პასუხი პეტრე მომავალ მესიზე რეებს ლაპარაკობ, რა? ეგ აი დამცინია ნახე, თქვენ ნახავთ. მაგ გუნდიდან წავიდეს ეგ ბიჭი, თუ მეორე ვარიანტი ხო და პარიზი და პარიზში წასულიყო იქ ექნებოდა პარიზი თუ პარი სენ-ჟერმენი. Просто их PSG. ეხლა წავიდეს ბაკოლა და ყველა მიდის იქიდან და. PSG ხო დამკვიდრდა და მე მეხამუშია PSG-ს თქმა, იმიტომ რომ თელი ცხოვრება PSG-ს ვარ. ხო და პარის ვამბობ ხო? ხო ან პარი სენ-ჟერმენს. მე პარი სენ-ჟერმენს ვახსოვ. ბიჭო მასტანტუანო ის მორინიო რაღაც სია გამოაქვეყნა არ რამდენი მართლა ორი ეგაა რამდენი ფეხბურთელი არ უნდაო და მასტანტუანოც არის მათ ერთ-ერთი მასტანტუანოც ძალიან კაი თუ მაქენ თუ წავა ძალიან კაი და მე მგონია რომ მასტანტუანო კამავინგა რაულ ასენსიო და რამდენიმე ტიპი იყო კიდე რა ავერდა ჩვენ ვიღაცა წავალო რატო ვითომ ეგ აღარ მახსოვდა ვის გაუშვა ანუ ვალვერდე რატო უნდა გაუშვა მე რო გავუშვე მე სხვა გუნდები გამომეო მაგას კიდე. კი, ხვდები, მაგრამ ვალვერდე როგორ უნდა გაუშვა რეალურად? ვალვერდეს არ გაუშვები. არა, ვალვერდე არ უნდა გაუშვა. ვალვერდე არის? ვალვერდე როგორ უნდა გაუშვა? მაგის გოლი დაასახელეს საუკეთესო ლიგის. ვალვერდეს და ჩუამენი რო შემადარებინო. ძალიან მაგარი. ჩუამენის გაუშვებდი, მე ვიყიდდი უკან და ისო გაუშვებდი. აი ისეთი გოლი იყო რომ ფეხზე დგები რა, რომ ყავს ესე ვიყავი, მახსოვს რომ მეთქი რაშოები თოფში პასი და მე გოლი. სასწაული გოლია იქ. ატოს რეაქცია ლაივში ვიხილე მაგ გოლის დროს და. რა იყო? რა უნდა ქონოდა? სასწაულია. თამაშა ვაფშე. ძალიან ჰეიტრიკი მეთქი ვაფშე რა შევა. არ გაუბრაზებული. რა თამაში შემთხვეოდა ეგ? ვიყავი, იმიტომ რომ ისეთი გოლი იყო რა. რაღაც შემთხვეოდა ეგ თამაში ის მაინტერესებდა მეორეც. ბაი, არა. ჩელსი, PSG. ყარას მატჩი. ეგ გავმას. ინდონეზია ყოფილა მე. რამდენიანი? 500 ლარიანი. ვაუ. Quiz-ball IOM დაგვიდონა და დიდი ბიჭებო. მადლობა. ბეტას ხარვეზებს 11-ში სრულად გავეშვებითო. ძალიან კაი. ბეტას ხარვეზებს ვასწორებთ და გავეშვებითო. კარგი აპლიკაციაა, ჩვენ ძალიან მოგვიწყენა და მე ძალიან გამისტორა სახლში რომ მიყო დაჟე ვეთამაშები ვიღაც ვიღაც. ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ, ახლა ვინც გიყუროს, ბევრი ვითამაშებს. კნაო, დარჩა რამე? კი. ბუცები კი არა, იაპონური შლოპანციაცია მასლანტონოს ხის სანდლებია. კაი, დატო 30 პლუსია დუმფრისი 20 მილიონად. ტიმბერს ტრავმა რომ არა, სკამზე იქნებოდა. ტიმბერის ტრავმა რომ არა, სკამზე იქნებოდა. ხო, ალბათ ეგრე იქნება. ხო, მაგრამ 30 პლუსი აღარ არის სასაკიდე რამოდენიმე ფეხბურთში რა, რომ თქვა რომ ეხა მალე დაამთავრებს ეს ტიპი კარიერას, რომ მით უმეტეს მსველი რავია. მე მევასება მაგა დუმფრისი. ანუ აი ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზის გამო ძალიან მევარ სიამოვნებს ეს თემა რა, რომ მევასება ეგ ტიპის რა. ეგ უფრო რთულია. ტრენდის მევასება, მიუხედავად იმ კუთხურისა. ყველა ეგეთ რეალში გადადის ჩემო. ჩემნაირი გამოვნება აქვს იმ კარგ ინტერესს. მეც მევასება ისინი მიყავს შეჭო. დიო კორიგინ კარიერა დაასრულა. აუ, ეს რა მითხარ. მილანის ყველაზე დიდი ტრანსფერი საერთოდ. ლიგის კარ. დღეს მაგიტო შემოხდა მაგის ვიდეო, 5 საუკეთესო გოლიო ლივერპულს და ეს კლეობა იყო, აი რა ვიშეჩემ. ევერტონთან? არა, ეგ არა. ეგ პროსტა იკონიკ კლეობა იყო და ეს რაღაც შორიდან დაარტყა, ვიღაც მოხდა და კუთხეს შევარდა შეჩემ, ანუ აი დიო კორიგი. ხალხს არ მევასებოდა. 31 წლის. მაგრამ ნუ 31-ის არის? მილანში გადმოვიდა ვითომ კარგასაკში. რამდენი წლის იყო მილანში?